აი ხა ერთი თეჯი გავაკეთე და იმას ჩავარდა ყველაფერს. კი. იმ ჩვენ ბაზაზე? კი, ან ჩვენ ბაზაზე ქენი, ან ლოკალზე ქენი, როგორც ჩენგი. სერვერებზე თუ გავთ ისე უკეთესია. ხო. ჩამშრომლობ. მაინც JSON-ით გაძლევს ინფორმაციას. ლოკალური ლინკიდან. სერვერზე უკვე გამოსვლილია. მაგარი. ავი ხა ამას გაუშვებ და შემოშინება. როგორ რით შემო? აკრიფე localhost 2 და პორტის სახელი აკრიფე მე. ესე გავაკეთე home controller-ი და ამ ჩემს home controller-ში ახლა დავამატებ index methods. რომელიც იქნება საერთოდ წარია ჯერჯერობით. ახლა კომენტარებს. ანუ უბრალოდ მოდელის გარეშე არ უნდა იყოს, მოდელი თუ უნდა იყოს. და გეტყვი რატო, ახლა კომენტარები ჩვენ ხომ უნდა ვაჩვენოთ. სადმე. ანუ კომენტარები ხომ უნდა ჩამოვყავოთ თავიდან, როცა პირდაპირ ჩაიტვირთება თუ რამე კომენტარი არის, ამიტომ ამას დავამატებ, ჯერ სანამ ლისტებს და რაღაცებს გავაკეთებ, წავალ შევალ ბაზას ავაწყობ კომენტარებისას. კომენტარების ბაზა იქნება რა? მარტო კომენტარი, ხო? всё. ჯერჯერობით. ჩვენ შემთხვევაში. ID ექნება. comment. როჩარი იყოს 500. რა ჩაწეროს. დავწერე comment просто ერთი პატარა 100 გავარჩივნე რა ის. ეხლა წავალ მოდელებში. tables. ხო ხან ახლა რას ვიზამ? ამას უნდა დავამატო view რომელიც არის list ტიპის. ხო? და მოდელი ამისი იქნება ეს ჩემი comment table. comment class ვისწავლეთ. ხო? ეს ჭირდება იმისთვის, რომ პირველად ტიპი როცა ჩატვირთავს ამ გვერდს, მოდელის ყველაფერს წავშლი. პირველად როცა ტიპი ჩატვირთავს ამ გვერდს, გამოუტანოს კომენტარები, რაც ამ სურათზე ან რაღაცაზე წერია. ხო? პირდაპირ, ხო. ეხლა შემოვალ და დავიწყებ ჯერ გვერდის კეთებას. ესე იგი, გავაკეთებ ერთ div-ს ან არც მინდა div იმის გავაკეთებ პირდაპირ. მე იმიჯავ, ლომის იმიჯის სურათი ავკეთებ. ავიღოთ 400-ზე.
კონტეინერში ჩავდოთ. თვითონ გავასწავლებ. კონტეინერი არის თვითონ bootstrap-ის კლასი. რომელიც სწორდება ანუ კონტეინერ კლასში თუ რაღაც ჩადებ, გაასწავლებს თავისი დეფოლტად შუაში, რა. ეს შუაში გასწორდება და მაღლა. აქეთ იქიდან მარჯინები, მარცხნიდან და მარჯვნიდან ერთი იგივე დაშორება იქნება. გავუმარტივებ საქმეს. ჩვენ შემთხვევაში საერთოდ რა გამოჩნდა? ეს ჩემი იმიჯი და ახლა მოდი ვნახოთ რატო. index ამტკივა აშკარად. image graphic-ი არის ერთზე უნდა ხომდეს. მოდი layout-ის მენიუ მოვშალოთ. Bad search argument. We start ვთქვათ რომ ნალია layout საერთოდ არ აქვს. Просто ეს რახან გავაკეთეთ, ეხლა ჩვენ დაგვჭირდება რომ სად იყო ASN jQuery და bootstrap ხო? შევიტანოთ პირდაპირ სწავშალოთ. შევიტანოთ პირდაპირ იმაში, ინდექსში. ანუ layout-ი კარჩე მოუწმე რა. აქ ეხლა კონტეინერი რო დაუწერე, ამ ხო გაიგო რომ bootstrap-ის კლასი იყო. და როგორ გაიგო? იმიტომ რომ layout-ში რო იტვირთებოდა, layout-ში იყო შემოტანილი თვითონ ამ პროექტიდან განმოტანილი წერა, რომ შენ ლაშას კითხე, ხო გახსოვს? იქიდან ხო. ამ პროექტი ამ ლოკალური იმიდან ფოლდერებიდან იყო შემოტანილი jQuery და bootstrap. და ეს იყო შემოტანილი layout-ში და აქ მაგითო ხედავთ, იმიტომ რომ ეს გვერდი ხო მე ბოლოს layout-ში ჯდებოდა. და ეხლა layout-ი რო წავშალე, ეხლა რამენაირად ხო უნდა დავანახო ისევ jQuery და bootstrap-ის framework-ები. და ამიტომ აქ შემოვიტანე რა. რომელმაც გაასხა. აი ისე გასწორდა. აი ეს მოვშალოთ. აბა ამას ნახე, ეხლა ფერს მივცემ მე ამ კონტეინერს. რო გამოვაჩინო როგორც ის ნახე. აი ნახე როგორ ტიპია კონტეინერი, აქედან და იქიდან არის თანაბარი დაშორება და ფერი აქვს მიცემული. რო გაარჩიო რომ არის მართლა მოდი რაღაც ფერი მივცეთ style, color მივცეთ, რაღაც ნაცრისფერი. ესეთი. აი ესეთი ტიპი აქვს. ან მოდი კონტეინერში კი არ ჩავსვათ. ესეთ რაღაცაში ჩავსვათ. ანუ bootstrap-ი თვითონ არის დაყოფილი, ეს bootstrap-ი თვითონ გვერდს ყოფს 12 ნაწილად რა. და ეხლა მე ვიზავრო ამ სრულად ჩავსვავ შუა ორ ნაწილში და აქედან და იქიდან ანუ შუაში რო გავჭედო, ახლა ნახე როგორ რაღაც ვიზავ. call md 4-ში ჩავსვავ ამას და offset call md offsets მივცემ 4-ს. ხო ნახოთ როგორ ჩასდება. არაფერი არ ქნა. ნახოთ რატო. Алло. Лекцияда var.
ბუთსტრაპს სკრიპტით უნდა მივიღოს ამას. არა, CSS-ი არა. სკრიპტი. არა, ისიც ხო რამე თქმა მივიღო. ეგ ის პრეზერვია. ლინკ. აჰა. ამის ფაიზიც უნდა სტაილ ტაიპი არის თუ როგორ არის? სტაილ ტაიპ. ტექსტ და CSS უფრო. სტაილ უნდა სტაილ შიტი მანდ. სტაილში. არა, მას მოიცა ტაიპი არის. ტაიპი აქვს. ტექსტ CSS. შენ. სტაილ შიტი არა. რელ რა. რელ სტაილ შიტი. აჰა, შენ. აი გაჭედა შუაში. ანუ ეხლა ნახე რა ვქენი, თვითონ bootstrap-ი ანუ შენ გვერდს ყოფს ზუსტად 12 ნაწილად რა, მაგალითად ეხლა რა უთხარი, როგორ? ხო, ეხლა ნახე რა უთხარი, ანუ M-დე ნიშნავს medium ეკრანს, ანუ ლეპტოპის ეკრანს რა არის, ეს ყველაფერი არის გაკეთებული responsive-ისთვის, რომ მე ვთქვათ, აქ შეგვიძლია გავუწერო call SM 4, ეს ნიშნავს რომ დაპატარავდება ეკრანი და small ეკრანი რო გახდება, ისე 4 კოლონი აიღოს, ანუ ისე შუაში გაჭეროს, ანუ მარტივია უფრო ამით გაკეთება responsive-ის. ეხლა რა უთხარი რომ ეს DB გამიჭიმე 4 კოლონზე, სტოლ გაყოფილ კოლონზე და offset 4 ნიშნავს რომ მარცხენა მხრიდან დამიშორე 4 კოლონით. და სულ რო არ 12, ანუ ჩამოსო შუაში რა. მე შემიძლია ამას hate-ით მივუთითო. hate-ს ვეტყვი. ეს დენი 200 პიცა. 200 ცოტა ვეტყვი 600 მაშინ არა ის header-ი არ გამავსო. ეგ გაჩნდა. ცოტა ოდენ გავზრდი. შემოგვიდგა ძალიან. 420. ძრო შევიცე გამიჩნავს. კი. Всё, короче, სულაც დავსვი, ახლა დაბლა უნდა დავსვა პატარა ტიპი, სადაც მე ამოვყრი კომენტარებს, ხო? ან 1-3 ანუ ეხლა ამას რაც უნდა დავამატო, არის რა არის? ქვევით უნდა დავამატო პატარა input-ი. რომელსაც მივცემ bootstrap-ის class. ისეთი ავიღოთ, აი. ტექსტარი ავიღოთ. ხო? აქვე დავაგდებ პატარა relax. ვისი? relax ისა, ის ხო? ძალიან კარგი, ეგრე გავაკეთოთ. ესეთი ტიპია. მოდე ხა ოდნო დავაშორებ ერთმანეთს. ანუ ზევიდან დავაშორე ცოტათი. შო
და ეხლა მე კიდე ანუ ამას ცოტა ჩამოვწევ 600 პიქსელი არ ყოფნის იყოს მოდი 700 ხა კი გაჩნდება სკროლერი მაგრამ დავიკიდოთ რა და აქ უკვე კომენტარები უნდა დაიწეროს ხო ეხლა თავიდან პირველი შესვლას რა კომენტარებიც არის ეგ უნდა გამოვიდეს მანდ ამიტომ ეხლა მე აქ გავაკეთებ ახალ divs რომელს ID იქნება comment box-ი ხო რომლის height-იც რა თქმა უნდა 100 პიქსელი მაქვს ახლა ახლა background color-საც მიცემ რომ დავინახოთ როგორ დაჯდა ესეთი ტიპი ანუ პატარაა კიდე ცოტა გავზრდი ვეთქვი 150 და ისევ ზევიდან დავაშორებ 10 პიქსელით ძალიან არ დავაშორებ შევა ესეთი ტიპი არის რა რომელშიც ახლა ჩვენ ჩავწერთ აქ კომენტარებს ეს ხოიღებს კომენტარებს აიქიდან ეს კომენტარი არის ჩვენ შემთხვევაში ხო ბაზაში შენახული ბაზაში თეიბში შენახული ჩანაწერები და ეხლა ეს ჩანაწერები რამდენად უნდა გამოვიტანოთ აქ ხა როგორ გამოვიტანოთ დავატრიალებთ for each და ვიზავთ ესეთ რაღაცას გავაკეთებ პატარა divs ხო რომ და ამაში ჩავწერთ ამის ID მოდი იყოს item ID და ამაში ჩავწეროთ კომენტარები კომენტარს ჩავწერთ აი ასე item.comment comment 1 რა დაარო ჩვენ შევუშალა იქ რა მე ეს comment 1 ანუ ID უფრო მივეცი просто item ID-ა კი რომ მე ვთქვათ რომ მოგვინდეს რომ მივაგნოთ რამენაირად ეხლა მოდი სატესტოდ შიგნით რამე ჩავწეროთ просто რომ ნახოთ რომ ყველაფერს სწორად მუშაობს ხო, ამოვიგდო ერორი და რატო? იმიტომ რომ აქ უნდა ჩაურთო ჯერ თომა მოდელებზე, მე აქ უნდა გავხსნა ბაზასთან კონექშენი. და აქ უნდა გავატანო ჩემი კომენტარები ლისტად. რომ ეს ყველაფერი დაინახოს view-ში. აბა ეხლა ნახოთ რა გამოვა. ხო, მე პირველი კომენტარი, მეორე კომენტარი. ამოიხარა. ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთო, ეს for-ში უნდა ჩავსვა აი აქ. ასევე ამ divs უნდა მივცე style. ამ divs უნდა კონდეს ჩარჩო. რომელიც იქნება 1 პიქსელი, იქნება text გავაკეთოთ და იქნება gray. ხო? და ეს black-ი მოვუხსნათ და ეხლა ნახოთ რა გამოვა, აი ესეთი ტიპია რა. და ერთ მინისგან დავაშოროთ ეს. სტაილში უთხრათ რომ padding margin იყოს margin top იყოს 10 და 5 პიქსელი. ახლა რა გამოვა? უდრავ დაშორდება ერთმანეთს. ვიხდი ხო? ანუ რა გავაკეთე? გავაკეთე სპეციალური ბოქსი, ესეთი div-ი გავაკეთე აქ და იმ div-ში ესე for-ით ვატრიალებთ ციკლს და div-ში ვსვავ ამ ჩემ contents. ვაკეთებ div-ში ვსვავ contents და რამ თუ 3-ც არის 3 div-ი გაკეთდება, 3-ის ჩაჯდება.
ერთ-ერთი რაც არის გასაკეთებელი, ამას უნდა უთხრა, რომ უმა მომწეს. თულისტად მომწეს, ოღონდ order by descending x id. ხო, ანუ უნდა მომწეს, უნდა მომწეს პირიქით, ხა. მეორე კომენტარი უნდა იყოს თავში და არა ბოლოში. იმიტომ რომ მეორე კომენტარი უფრო ახალი დამატებულია, ხო? ანუ ხო პირიქით უნდა მომწეს კლებადობით. ეხლა მომწეს მას მეორე კომენტარი იქნება ის და მე იქნება პირველი კომენტარი. ეხლა უნდა გავაკეთო, რომ ამას რო დააწובה და აკომენტაროს, მე დავამოტოთ ღილაკი რომ ჩამოიშალოს ეს ყველაფერი და რომ დააკომენტარებს აქ გამოსცეს. ეხლა უნდა წავიდეთ ინდექსში და აქ უნდა დავამატოთ ჯერ უნდა დავამატოთ jQuery-ის CDN-ი დავამატოთ ესაც იმის გვერდით. ეხლა უნდა დავიწყოთ jQuery-ის კოდის წერა. ჯერ დავწერო. ესაც დოკუმენტი ჩაიტვირთება. მაშინ დაიწყე კეთება. ეხლა აქ უნდა დავწერო ესეთი რაღაც. ესე იგი, როცა დავწერო იმ ღილაკს ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს ბაზაში, უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამახსოვრება და პახოდ უნდა ჩაამატოს იქვე თავში. ხო? ახლა ნახე როგორ ვიზამ მე ამას. ესე იგი, ავიღოთ ამ ჩვენ დააკომენტარე ბატონს დავარქვათ submit ID და ვუთხრათ, რომ როდესაც დააწובה submit-ს ხო? მაშინ უნდა მოხდეს რა? უნდა გაკეთდეს jQuery-ის Ajax-ის საპროსი. URL-ი უნდა იყოს URL იყოს public action JSON result index კი არა id იყოს მოდი. ანუ უნდა იყოს home aid. ხო? ის slash-ით. ამ ლინკზე უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია. type უნდა იყოს post-ი. data უნდა იყოს ისეთ რაღაც comment ან text. და აქ უნდა ჩაჯდეს რაც წერია აი ამაში. id comment-ში. ნუ აქ წამოვიღოთ აი ესეთი სახით ინფორმაცია. წერტილი value, ანუ რაც ამაში შიგნით წერია, ხო? და რაღა დაგვრჩა, აქ დაგვრჩა success. Success-ის შემთხვევაში რა უნდა მოხდეს? Success-ის შემთხვევაში რა უნდა მოხდეს? თუ ამან რაც დააბრუნა თუ response-ი არის true stall-ი ხო? მაშინ უნდა გამომიტანოს პროსტა შეტყობინება, ჯერ პროსტა შეტყობინება გამომიტანოთ, რომ დაემატა. ხოლო თუ ხო მარტო მოკლედ true შემთხვევაში გამომიტანოს დაემატა. დარჩენ ჯერ არაფერი არ დაუბრუნებინოთ, რო არ გავეთურთოთ. და მოკლედ სულ ეს არის. ეხლა შევიდეთ და აქ ჩავამატოთ, რომ ეს იღებს string comments, ხო? ეს დგება ჯერ ხსნის ბაზასთან connections. მე ქმნის comment
ამას კომენტს დავარქვათ, ტექსტ დავარქვათ. იქიდან რას ვვთქვი? ტექსტ დავარქვათ. აქ ვაკეთებ comment class-ის object sys. ხო? რომლის ველში, რომელსაც ქვია comment 1, ვიმახსოვრებ გამოწოდებულ ტექსტს. ხო? და შემდეგ ამ ჩემ კომენტარს, ანუ sys, რომელიც ობიექტით შევქმნი, ვამატებ ბაზაში. ანუ db comments insert on submit c. ანუ ჩემი რაც იქიდან მომაწოდა ტექსტი, იმის შესაბამისი ობიექტი გავაკეთე, ჩავწერე ბაზაში. ბაზას დავასაბმით change-ებ და დავაბრუნებ true-ს, ოღონდ JSON-ად, ხო? რომ იქ ნახოს, რომ ყველაფერი რიგზე მოხდა. JSON აქ ვეთქვი, რომ გადავაწოდე true და JSON request behavior-ი არ დაგვეწოდოთ allow get. ანუ ინფორმაციას ვაბრუნებ უკან. აი აქ. რომ მიხვდეს წარმატებით მოხდა ჩაწერა თუ არა. მე ამ response ვადარებ თუ true დამებრუნდა აი აქში, მაშინ alert დამატა გამოიტანოს. ვნახოთ. რა მოხდება? ჩავწეროთ მესამე კომენტარი და კომენტარა დაემატა გამომიტანა. ახლა დავარეფრეშ ესეთ თავში. ანუ და კომენტარის დამატება მოკლედ მუშაობს. ახლა დაგვრჩა რა რომ აქ რო რაღაცას ჩავწერ და დამატებას დავწერი, აქვე მომიგდოს თავში და არა ბოლოში. ხა ეს უნდა როგორ? დაეფრეშებს მე რა. კი, იმიტომ რომ მე არ მიქნია ახლა ეგ რო გამომიტანა იქ თავში. დაწყაბუნებასთან ერთად უნდა გადააგზავნოს იქ და ეგ მე უნდა უთხრა რომ დაამატე იქ თავში ეგ ჩემი ახალი დამატებული კომენტარი. ეხლა ნახე, ეხლა უნდა ვიპოვოთ ესეთი რაღაც. ანუ უნდა ვიპოვოთ ბოლოს დამატებული divი. თუ ესეთი არსებობს და უნდა ჩავამატოთ თავში. ლაშა divs რო უთხრა prepend იზავს, აი ეს აქ არის divი. აი ეს divი-ა comment box, სადაც ყრია კომენტარები. ეგრევე გაკეთებული. და divs რო უთხრა prepend-ი თავში ჩააგდებს? კი, div-ის მაღლა დააგდებს თუ div-შივე ჩააგდებს? div-შივე თავში. ხო. მაშინ პრობლემას გადაწყვეტილია. ეხლა აქ ვიზავ ესეთ რაღაცას. როდესაც დაემატება, ავიღებ ჩემ divs, რომელსაც ქვია comment box-ი, რომელშიც ყველა კომენტარი მიყრია და ამას ვეთქვი prepend, ხო? და ეხლა ამას უნდა გადავწიე თვითონ ეს ჩემი ინფორმაცია, text, იმათ რა ქვია, string. prepend ნიშნავს, რომ div-ის თავში ჩააგდე. ეხლა ნახე. ამას ვეთქვი, რომ გადაეცი აი ეს. მოდი ID დავკიდოთ. ჯერჯერობით. რომლის აქ გახსოვთ, ანუ აქ string-ი ხო არ გააქვს ჩვეულებრივ. ამიტომ უნდა backslash-ი. რომ ეს ორი ცალი ბრჭყალი როგორც string-ის სიმბოლო ისე კი არ აღიქვას, როგორც string-ში შემავალი სიმბოლოები ისე აღიქვას, იმიტომ რომ ამ ბრჭყალს თუ არ დაუწერ, ამას გონია რომ string-ს აქვს ხურა. ხო? და აი ეგ მე უნდა გადავცე. აი ეს. რაც იქ მე ჩავწერე, ხო? აბა ეხლა გავუშვათ და ვნახოთ რამდენად სწორად მუშაობს. არა. არ ჩაჯდა და რატო არ ჩაჯდა? იმიტომ რომ რაღაცა value-სთან დამავიწყდა ესე. ეხუთე კომენტარი. იმატება. ექვსე კომენტარი. შვიდე კომენტარი და გაცდა მე საზღვრებს, იმიტომ რომ ანუ ჩადის და ჩადის და თან მიყვებოდეს როგორ. ანუ რეალურად შეიძლება უთხრა რომ იმაში მოაქციე და ამის მერე თუ კიდე თუ დაემატება scroll-ი გავუჩინე და ასე შემდეგ. ეგეთი რაღაცების გაკეთება შენ თვითონ შეიძლება თავისუფლად ჯავაზებდე. ახლა ნახე.
ახლა შენ როგორც თქვი რომ ვითომ ეს ჩამოსაშლელი ტიპი მოდი აბა ეხლა რა ვქნათ ცი ამაზე რომ დააწვება ხო გავაკრთ რომ კომენტარსაც დააწვება წავშალოთ ანუ რა უნდა გავაკეთოთ ამას მომივცეთ კლასი და ამ კლასს მოდი დავარქვათ com просто ამასაც აქ კლასის ის უნდა გავუწეროთ ხო ჩვეულებრივ რომელსაც ვამატებთ იმასაც უნდა ქონდეს კლასი და ეხლა ნახე რას ვიზავ აქ მე ვეთყვი რომ როდესაც დააწვევიან coms ხო მაშინ ქენი ესეთი რაღაც ეს ზის ანუ ეს ტიპი რომელსაც დააწვეს ეს დააჰაიდე ესე უნდა ვუთხრა ანუ რომელსაც დააწვევიან ის დამიჰაიდე და ნახე ამას რომ დავაწვევი არ დაჰაიდება ლოგში ნახება რა ერორს თქურდოს შევხედავს და გეტყვი რატო User click here, mouse too. ანუ ახლა ჩვეულებრივ ვეუბნები რომ როცა დააწვება იმ კლასის ტიპს რომელსაც დააწვა ეს ზისით გადავცემოს ის დამიჰაიდე ანუ ნიშნავს რომ ამას რომ დავაწვევი აჰაიდებს კომენტარებს მაგრამ ეს დაჰაიდება არ ნიშნავს წაშლას просто აჰაიდებს რომელიც არის საშუალო ამიტომ მოდი ახლა წავშალოთ კიდევაც ანუ იგივე მოდი გავაკეთებთ ახლა ამას ტყუილად ანუ იგივე AJAX-ის კოდი უნდა გადაწერო უნდა გააგზავნო აქ რომელ ID-ზე დააწვა რომელ div-ს დააწვა უფრო სწორად ხო იმ div-ებს ხო თავისი ID-ები აქვთ და რომელ div-საც დააწვება ის იმის კომენტარი ანუ ის ტიპი უნდა წაშალო ბაზიდან რა აი ნახე div-ს ხო თავიდან მივეცი ID მე აი ნახე კლასით უნდა აიღო ID ახლა გეტყვი როგორ get ID from class jQuery აი this ID-ი გვაძლევს ID-ს რომელსაც დააწვევი this წერტილი ID გვაძლევს იმის ID-ს და this წერტილი ID-ს გადასცემ იმაში ხო მივხვდი ხო და ბაზიდან წაშლი დააბრუნებ true-ს და მე დავახალე შეგვიძლია ხა იგივე შეგაწყო აქ აბა სახში არ აკეთებთ და